ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები მიუნხენის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებთან, ასევე სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია ასევე შეხვედრებს გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მიუნხენიდან ნანა გოგატაძე შემოგვიერთდება. ახლა პირდაპირ ეთერში ნანა გისმენთ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბავარიის დედაქალაქშია. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ მხარეს, რომელთანაც მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბუნებრივია ამ ვიზიტისა და დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ორ უნივერსიტეტს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და გაღრმავება. ასევე მთავარი მიზანი შეხვედრების და მთავარი განსახილველი თემა იქნება აკადემიური ცოდნის გაზიარება, ასევე გამოცდილების გაზიარება. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ექნება ქართულ მხარეს, ქართულ დელეგაციას, ვინაიდან დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან. ეს არის 158 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც მოწინავე ადგილს იკავებს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში, როგორც ინჟინერიის, ასევე ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა ცოტა ხნის წინ და ჩვენ შესაძლებლობა გქონდა რომ გავსაუბრებოდი დელეგაციის წარმომადგენლებს, სწორედ მათგან შევიტყვეთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომ პარტნიორობას და თანამშრომლობას იწყებს უკვე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ხანია თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა ატარებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს. დღეს ჩვენი ვიზიტი დაიწყო მიუნხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. ეს ნიშნავს, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე დიდი ხანია შემდგარია, გადადის ფისობრივად ახალ საფეხურზე და ჩვენ დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებას ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან სამართლის პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც მოერგება ქართულ აკადემიურ რეალობას და დაინერგება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ჩვენი მიზანი არის ახალი ტალღის რეკრუტირება, პროფესურის ახალი სისხლის და ახალი იდეების დამატება კიუს ყოველდღიურობაში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება. კონფერენციები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, შეაფასებს იმ ძალის ხმევას, რაც წარსულში ვაწარმოეთ და შექმნის ჩარჩოს მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უნივერსიტეტები კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგებს და მიმართულებებს. ეს კი საქართველოს აკადემიური სივრცის დასავლურ ცენტრად აქცევს. უნივერსიტეტი ფართოვდება, ჩვენ გვემატება ახალი მიმართულებები. ამჟამად ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მიუნხენის მეორე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ გვაინტერესებს თანამშრომლობა იურიდიული ფაკულტეტის შემდგომ განვითარებასთან, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი არის ჰუმანიტარული მიმართულების, აქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული პროგრამები, მათ შორის სამართალმცოდნეობა და ბუნებრივია ჩვენი ინტერესისაგან წარმოადგენს შესაბამისი თანამშრომლობა ამ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით. ამ დღეებში გვექნება ასევე სხვა საინტერესო შეხვედრები, სხვა მიმართულებით, როგორც მიუნხენის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობებთან, ასევე ადგილობრივ სამთავრობო წრეებთან და ადგილობრივ სამინისტროებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა არის დაგეგმილი ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან. პარალელურად დღის განმავლობაში დელეგაციის წარმომადგენლები გარხინგის კამპუსს მოინახულებენ, რომელიც მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს წარმოადგენს.